რა გიყიდია ისეთი რასაც ნანობს სკამი ჰიტა ნანოფ ლამბორჯინის სკამში ამხელა თანხის გადახდა სკულის სიღრმეში ხომ არ გონია რომ რატომ გადაწყვიტე ლამბორჯინის სკამის ყიდვა ხო შეიძლება ბიუჯეტიანი სკამი ჩაგენაცვლებინა გამარჯობა მე ჰიტა ვარ და მე 160 IQ მაქვს რამდენიმე კვირის წინ დავდე ჩემს კომუნიტში პოსტი რომ დაგეწერათ კითხვები რომელზეც მე უპასუხებდი ვიდეოში და აი მოვიდა ვიდეო რომელშიც მე უპასუხებ თქვენს დაწერილ კითხვებს ჩემი არხის მთავარი პარტნიორია საქართველოს ბანკი დალაიქეთ ეს ვიდეო აუცილებლად გამოიწერეთ არხი და ვნახოთ რა საჭირო ბოროტო კითხვები აინტერესებს ჩემს გამომწერებს ახლა ოასია ლუნ უპასუხოთ კითხვებს გავაგრძელებ ვიდეოს და მე ვიჩხუბოთ ჩავიდეთ რამდენიმე დღის წინ იყო ჩემთან სტუმრად ქსენსუსა ეს ყველა იუთუბერებთან მივიდა და რაც გაქვთ ძვირიანი მაშვენეთ ხო და მე ვაჩვენე ჩემი სკამი ეს ლამბორგინის სკამი გამიეცი რომ შეგვახსენო დაახლოებით 3000-ზე მეტი $. ანუ 10000 ლარი სათქო მე განსხვავებას იმ ვიდეოში ვთქვი რომ 10000 ლარი ღირდა ეს სკამი და ამაზე ბევრმა ადამიანმა დამცინა რატომ მიეცი სკამში 10000 ლარიო და ამ Q&A-ში ძალიან ბევრი კითხვა იყო მაგაზე და მე ამ ვიდეოში გიპასუხებთ მართლა მივეცი თუ არა 10000 ლარი ამ სკამში და საერთოდ რატომ მივეცი ჩვენ თუ ჰაერს ვერ ხედავთ მაშინ თევზები წყალს ვერ ხედავენ ამაზე მე მიფიქრია ბევრი სხვათა შორის სხვადასხვა ცხოველები საერთოდ როგორ აღიქვამენ ამ სივრცეს და თევზებისთვის რაც არის წყალი ჰაერი რაც არის ჩვენთვის მაგას ძალიან გავს ბევრი რაღაცით თევზს რომ მოიყვან წყლიდან და რომ იხსჯობა ჩვენც ეგრე ვიხსჯობით ჟანგბადის გარეშე როგორც თევზი ცურავს ეგრე ჩვენ დავფრინავთ თვითფრინავიც ეგრე დაფრინავს და კიდე რითიც დაფრინავენ ხოლმე ადამიანები შეიძლება ამაზე ბევრი ფიქრი თუმცა ეს ერთი შეხედვით ლოგიკური კითხვაა წყალი არ უნდა იყოს თევზისთვის ისეთი რაღაც რაც ჩვენთვის არის წყალი უფრო ჩვენთვის რაც არის ჰაერი მაგას უნდა გავუდეს თევზისთვის წყალი გითხარი სამი საინტერესო ფაქტი საქართველოს პირველს გეტყვით რომ ეს სადღაც ამეკითხავს ადრე და ძალიან მომეწონა სოფლიოში 10 ყველაზე ძველად დასახლებული ქალაქი რომელიც დღემდე ფუნქციონირებს როგორც ქალაქი 10-დან 10 ეგეთი ქალაქიდან 2 არის ქართული ქუთაისი და მცხეთა ასევე საქართველოს რომ ღვინის სამშობლოა ის ძალიან გაპიარებული ამბავია და ყველა მოიცით იმიტომ რომ სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი ღვინო არა მგონი ყველაზე ძველი ღვინო საქართველოში აღმოჩენილი რაც კი აღმოჩენილა საერთოდ მაგრამ ღვინის სამშობლოასთან ერთად ჩვენ ვართ ხორბლის სამშობლო და ხორბლის სამშობლო კიდევ უფრო მეტად ვართ ვიდრე სხვა დანარჩენი იმიტომ რომ ჩვენი ენდემური ხორბლის ჯიშებზე არის დაშენებული ის თანამედროვე ხორბლები რაც ეს დღეობით მოიხმარება მთელ სოფლიოში და რაც შემდეგ ხელოვნურად გამოიყვანეს ამაზე ბევრი რამე უნდა ვისწავლო კიდე ხორბლის მიმართულებით რადგან ამ ახლო მომავალში ვაკეთებ ეს mind-blow ვიდეოს იმასთან დაკავშირებით თუ რა გენინოსური რაღაცა არის ხინკალი. ხინკალი არ არის უბრალოდ კერძი, არამედ ბევრად დიდი რამეა და ხინკალთან კავშირშია ისიც რომ საქართველოს არის ხორბლის სამშობლო. მესამე რა გითხრათ? ქართველები ვართ ძალიან გენიოსები და ძალიან მაგრები ვართ. და მართლა რომ ერთი 10-ჯერ მეტი რო ვიყოთ, ვიდრე ახლა ვართ, საერთოდ სხვა სურათი იქნებოდა თემ სოფლიოში ქართველების მიმართ. მაგრამ რაოდენად გენიოსებიც ვართ, თუდი მიმართულებითაც ეგეთი ძლიერები ვართ. ამიტომ ჩვენ თავს ესევ კონტრავთ რაღაცნაირად. ჩემ ეზოში დიდი აკვარიუმი რომ გავაკეთო და შიგნით წყალმცენარეები და თევზები გაუშვა, უფრო მეტ ჟანგბადს გამოიმუშავებდა ვიდრე უბრალოდ ხეები რომ დამერგო. იცით რა, რაღაცებს ცოტა არასწორად ვსწავლობთ ხოლმე სკოლაში. ამასთან დაკავშირებით. ჟანგბადის გამომუშავებაზე რომ ნახოთ პროცენტები როგორ არის გადანაწილებული, 93% გამომუშავებულია წყალმცენარეების მიერ, რაც ჟანგბადი გამომუშავდება სულ. 7% არის გამომუშავებული ნებისმიერი მცენარისგან, რაც ხმელეთზე ზემოთ იზრდება. და მაგალითად ამაზონის ჯუნგლებს რომ ეძახიან დედამიწის ფილტვებს და რაღაც, ამ 7% 40% მოდის ამაზონის ჯუნგლებზე. და ზოგადად ეს 7% რო შევაჯამოთ, უმეტესი ჟანგბადის გამომუშავებაზე წილი მოდის ბალახებისგან, უფრო. ანუ ეს საერთო ჯამში რომ თქვათ, დედამიწაზე რაც კი ხეები არსებობს, 1%-აც კი არ გამოიმუშავებენ ჟანგბადს, თვითონ ხეები. შესაბამისად ამ კითხვას რომ მოპასუხოთ, წყალმცენარეებზე შეიძლება ამდენად დიდი პროცენტი იმიტომ მოდის, რომ უბრალოდ წყალი უფრო მეტია ვიდრე ხმელეთი და ეგრე პროპორციულად ეგრე გამოდის. მაგრამ კონკრეტულად ერთი ხე და ერთი წყალმცენარე რომ შევადაროთ, ეგ არ ვიცი. მოდი გავარკვიოთ. ახლა რაღაცები დავაზუსტე და საბოლოო ჯამში რომ შევაფასოთ, ესეთი რამე გამოდის, რომ ერთ პატარა წყალმცენარეს შეუძლია გამოიმუშაოს უფრო მეტი ჟანგბადი ვიდრე დიდ ხეს. რაცა ესე წარმოდგენა რომ შეგვექმნას. რა აზრის ხარ საქართველოში მეფობის პერიოდი რომ დაბრუნდეს? მეფობა არ არის ცუდი, თუ ყავს კარგი მეფე, სამართლიანი და მის სამართლიანობას და მორალს რომ ენდობი. მაგრამ დამოკიდებულია იღვალზე. კარგი მეფე რომ შეხვდეს ქვეყანას, ძალიან იშვიათია. და ვინც მეფობის მომხრია, თუ შენ მაგალითად გევასება მეფური წყობილება, ბატონყმური, წარმოიდგინე ადამიანი, რომელსაც იცნო
ვიცნობ და ყველაზე მეტად ნერვებს გიშლის, ან ყველაზე მეტად ფიქრობ, რომ არასამართლიანია, ან თული ტიპია ესე უხეშად რომ თქვათ. და წარმოიდგინე ეგ რომ იყოს მეფე. შენ ვისაც იცნობ, ყველაზე საშინელი ადამიანი რომ იყოს მეფე. და მე წარმოიდგინე როგორი ქვეყანა იქნება, ეგ რომ მეფე იყოს. დარწმუნებული ვარ, აღარ მოგინდება რომ მეფე ყავდეს საერთოდ რამეს. კარგი მეფე თუ ყავს, კი ბატონო, მაგრამ ასე ისტორიას რომ გადავხედოთ, კარგი მეფეები ძალიან ცოტა იყო. საშინელი ადამიანზე ხო წარმოიდგინეთ, ეხლა წარმოიდგინეთ გიჟი. ანუ საშინელი ადამიანი, რომელიც გაგიჟდა და იძახის, რომ ესენი მოკალეთ. და ეგეთ გადაწყვეტილებებს იღებს. ანუ მეფეს ვერც გადაირჩევა, ვერც მოკლავა. ანუ რომ იცოდეთ, მეფურ წყობილებაში, ანუ მეფის მკვლელობა საერთოდ არ განიხილება. არავისგან, ანუ მეფე არის ღვთის მიერ დასმული და მკვლელობაზე გაფიქრებაც კი წარმოუდგენელია. მეფის გადარჩევა თუ გინდა, ერთადერთი გამოსავალი არის, რომ ამ მეფის ოჯახში ან გარემოცვაში იპოვო ვიღაცა ისეთი, ვისაც მეფის სისხლი აქვს და ის შენ მხარეს გადმოიბირო და ის მერე გაამეფო, რაც ძალიან რთული საკითხია. და იმ მეფემაც თუ მოასწრო და ეგ მის სინათლესავე მოკლა, ვის იმედი ჩვენ გაქვს. ანუ რამდენი ფულიც არ უნდა გქონდეს, რამდენი რესურსიც არ უნდა გქონდეს, რამდენი ხალხიც არ უნდა გქონდეს, მაინც ვერაფერს ვერ შევი. იმიტომ რომ მეფის შთამომავალის გარდა სხვას ვერ გამეფებ. ცხოვრების ბოლო დღე რომ მქონდეს, რაში დახარჯავდი. ცხოვრების ბოლო დღე რომ მქონდეს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ვინ ადამიანებიც გამიცნია და ვის მიმართაც ეს პატივისცემა გამჩენია. ყველას დავბადიჟებდი, რაღაც დაბადების დღესავით მოვიწყობდი, რაღაცა ის დიდ სუფრაზე და ყველას ცოტა ხანი მიუჯდებოდი და ცოტა ხანი ყველას დაველაპარაკებდი. და ეგრე გავატარებდი მაგ დღეს. Red Bull Rampage-ი შენაერი პერანგის ადვიშოვა. ერთ-ერთ წინა ვიდეოში მეცვა ეგეთი პერანგი და მე მგონი Red Bull-ის შოპსი არის. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ Red Bull-მა მაჩუქა მე პირადად და ძალიან მომწონს. ეხლა მგონია რომ ყველა იუთუბერი ბიზნესმენად იქცა და ის პირვანდელი ხიბლი და ემოცია ვიდეოებმა დაკარგა ხო და შენ ას ფიქრობ. წარმატებული იუთუბერი რომ ხარ, ბიზნესმენობა სულ გეკაჩება. იმიტომ რომ ბიზნესსაც ჭირდება, იუთუბერს ეს ყველაფერი თითქოს თან აქვს უკვე, მაგალითად იდეალური მარკეტინგი, ცნობადობა, ჰაიპი. ბიზნესსაც ჭირდება ასევე უნიშნულოვანესი საწყის ინვესტიცია, როცა იუთუბერი ხარ, მაგის მოპოვებაც არ არის პრობლემა. მაგასაც მოახერხებ. თავარი რაც კარგი იდეა შექმნა და იდეა ამ პროდუქტი იპოვნო და თან მე ფიქრობ, რომ რაღაც ვის პროდუქტებზე იმუშაო, ბარემ შენი გააკეთე და კიდე ბევრი რაღაცა. ამიტომ იუთუბერი რო ხარ, თითქოს ერთ-ერთი განვითარების საფეხურად ბიზნესში გადასვლა ითვლება. საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც. თუმცა ყველას თავისი გზა აქვს. ჰიტა ლოგოგინების როგორ გეშინია, ყურებით გეშინია თუ შეხებით, ჰიტა გულში ხარ. ყურებაც ამ სიამოვნებს დიდად, მაგრამ შეხება ძალიან არ მინდა. ხინკალის mind blow ვიდეოს როდის დადებ? უცდები ერთი თვის ფარგლებში დავდო. ხინკალის mind blow ვიდეოს ისეთ გავაკეთებ, ძალიან გაგისტორდებათ. ბებოს გაკეთებული ტომატი თუ კეჩუპი. ბებოს ტომატი რა თქმა უნდა. ბებოს გაკეთებული ყველაფერი მაგარია. შემწვარი კარტოფილი თუნდაც. ყველაზე მარტივი და რაღაც ისეთი. ბებოს გაკეთებული როა რაღაც უკვე იმდენად თბილი და საყვარელია, რომ არაფერ ნაყიდს არ შეეძრება. რა არის იმის მიზეზი, რომ ქართული YouTube-ის ვაიბი ისეთი აღარა, როგორც ადრე იყო და რატომ კარგავს ქართული YouTube ნახვებს. ძალიან მიყვარხარ ქართული YouTube-იც, მაგრამ მიყვარს. იცი რა, ქართული YouTube რაღაცა ვაიბს კარგავს ძველებურს, მაგრამ ეს არ არის რეგრესი, ეს უფრო პროგრესია. და რაც შეეხება ნახვების დაკარგვას, ქართული YouTube კარგავს ნახვებს. ეს არასწორია. ანუ ნახვებს კარგავს კი არა, ისე გიჟივით ვითარდება, რომ ვერავინ წარმოიდგინდა. ჩემს გარდა. ახლა მაგალითად კაკომ და სოსომო დადეს ვიდეოები YouTube-ზე, ანტარქტიდასთან დაკავშირებით, ერთ კვირაში მათი ვიდეო 9 მილიონ ნახვას გადაცდა. ჩემი ვიდეოც 200,000 ავიდა. 9 მილიონი ცით ამხელარი წვია, 5-6 წლის წინ იყვნენ იუთუბერები, ვინც დიდი იუთუბერებად ითვლებოდნენ და 9 მილიონი ნახვა საერთოდ ჯამში არ ქონდათ. და მე რო იუთუბერობას ვიწყებდი, მაშინ ვიდეოზე 5,000 ნახვა რომ მქონდა, ითვლებოდა რომ მთელი YouTube-ის კომუნიტმა უკვე გიყურა და 5,000 ნახვა ძალიან ბევრი იყო. დიდი იუთუბერები ერთმანეთს იმას შეჯიბრებოდნენ, რამდენი ვიდეო გაქვს ისეთი, რომელსაც 100,000 ნახვაზე მეტი აქვს და ვინმეს 2 თუ ქონდა, უკვე ძალიან მაგარი იყო და ძალიან ტოპი იუთუბერად ითვლებოდა. ამიტომ შეიძლება ფორმას იცვლის და მართლა იცვლის. მაგრამ ეს ფორმის თვალება არ ნიშნავს, რომ რაიმე კუთხით ეს შეიძლება ცუდი იყოს, ან ნახვებს კარგავს, ხო, საერთოდ. ერთი ცუდი მე რასაც ხედავ არის ის, რომ ჩემი სტილის იუთუბერობას არავინ არ იწყებს. კამერასთან და კომპიუტერთან მომზიხარ და რაღაცებზე ლაპარაკობ. ანუ ეგ ჩემი საყვარელი ჟანრია და ეგეთი იუთუბერი თითქმის აღარ დარჩა. OG იუთუბერები აღარ არსებობენ. ვინმე არის კიდე OG იუთუბერი ჩემს გარდა? აი ცოტა გეიმერი იუთუბერები ვინც არიან, იმათ აქვთ ასეთი კონტენტიც, მაგრამ მთლიანად OG იუთუბერი არავიდან არ არის. იტა როგორ ფიქრობ, შესაძლებელია თუ არა რომ შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი ზირა და სხვა ნაწარმოებიც უნდა ქონოდა დაწერილი? ქონოდა დაწერილი. ეს კარგი კითხვა არის. იცით რა, შოთა რუსთაველმა ვეფხისტყაოსანი თუ დაწერა, ვეფხისტყაოსანი იმდენად გენიალური რამეა, რომ სხვა რაღაცეებიც უნდა ქონოდა დაწერილი.
ეს არის ერთი აზრი. რო პირდაპირ ეგეთ გენიოსობას ვერ დაწერა. მეორე აზრია, რომ ვეფხისტყაოსანი თვითონ იმდენად გენიოსობაა, რომ თუ რამე აზრი მოღვიდოდა შოთას თავში, სიბრძნე და გენიოსობა და რაღაც, ყველაფერს კინძავდა და ბოლოს თან გარითმა და თან სიუჟეტი შეკრა და თან დაწერა შეიძლება თავისი ცხოვრება, ცხოვრების უდიდესი ნაწილი და ინტელექტუალური რესურსი დახარჯა ვეფხისტყაოსნის დაწერაზე და მეტი არც არაფერი დაუწერია. ეგეც მომწონს ეგ ვერსიაც და უფრო ალბათ ეგ ვერსია მომწონს. თუმცა რეალურად არ ვიცით. მე რომ მკითხოს კაცმა, მე პირადად რომელს უფრო ვიფიქრებდი მაგას, რომ მთელი თავის ინტელექტუალური რესურსი ჩადო ერთი რაღაცის დაწერაში და ეგ რაღაცა არის ვეფხისტყაოსანი. რადგან იმდენად გენიალურია, რომ ერთი ადამიანის ერთი სიცოცხლე ძალიან ცოტაა ეგეთი რაღაცის დასაწერად. ამ ვეფხისტყაოსანი არის ისეთი თემა, რომელზეც მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ეგეთ შეგრძნებას სხვაზე არაფერზე არ მქონია ცხოვრებაში. ვიცით მე როგორი მაგარი ვარ და როგორი ამბიციური ვარ და გონია რომ მე ძალიან სხვაგან ვარ. ძალიან დიპ ტიპი ვარ. უფრო ღრმა ტიპი ვარ, ძალიან დიპ ტიპი ვარ რა, ანუ და საკუთარ თავს ფეხზე უდგები და იცით რა, ჩემს სივს რო უყურებ ხოლმე საკუთარ თავს ფეხზე უდგები. მაგრამ ვეფხისტყაოსანი არის მომენტი, როცა მაქვს იმის შეგრძნება, რომ მისი სიდიადე რომ აღწერო, მაგისთვის არ მყოფნის სიბრძნე. და რაღაცა მჭირდება კიდე სიბრძნის დაგროვება და მე უნდა ახსნა მისი სიდიადე. აი ამ პროცესში ვარ ახლა. ხელებით გულს რომ გვაჩვენებ, походу მასონურ ნიშანს რატო გამოსახავ. მასონური ნიშნის გამოსახვა იქნებოდა იმ შემთხვევაში, მე რომ ეგ მასონური ნიშნისგან დამეკოპირებინა. მაგრამ მე უბრალოდ ჩემმა გამომწერებამ თხოვეს გულის გაკეთება. გულს ვერ ვაკეთებდი, კარტოფილი გამომდიოდა. შემდეგ ბევრი ვიწვალდი და რაღაცნაირად ძლივს გავაკეთე ესეთი ჩემებული გული, რომლებიც ჩემთან და ჩემს გამომწერებთან დაიდენტიფიცირდა დროთა განმავლობაში და ეხა შორიდან რომ დავინახავენ ისე მაჩვენებენ და მეც ვაჩვენებ. მაგრამ მე ნახე რომ მართლა მასონურ რაღაცასაც ემთხვევა ნიშანსაც და ეხა მაგის გამო ხო არ გადავარქმევ, ხო არ გადავთქვა. შენმა ასეთმა წარმატებამ რეების შეცვალა შენ ცხოვრებაში. ალპაკა. ასეთი წარმატება რას გულისხმობს? ჩემს იუთუბერობას? ესე რო შევაჯამოთ, ნახეთ. მთელი სკოლის პერიოდში მე ვიყავი ბავშვი, რომელიც ღამეებს ათენებს და სულ თამაშობს ვიდეო თამაშებს. Dota-ს, Lineage-ს და World of Warcraft-ს. და სამივე თამაში მქონდა დიდი კარიერა. შემდეგ უნივერსიტეტში დავიწყე სიარული, მივხვდი რომ და რაღაც საზაფხულო სამუშაოები ვცადე. მივხვდი რომ უნივერსიტეტში ვერაფერს ვისწავლი ისეთ, რაც მე გამომადგება. ეს დიპლომური კარიერა არ მჭირდება. აღმოჩინე იუთუბერობა და გავხდი full-time იუთუბერი. და შემდეგ ესე კომპიუტერთან ვზივარ, ვიდეოს ვიღებ. ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ ეს პოპულარობა, უშეში რომ ცნობილი ამდენ ადამიანს რო უყარავარ და რაღაც, მე ყველაფერი რაღაც დაგეგმილი მქონია. და არც გააზრებული ამ ჩემს საყვარელ საქმიანობად რაც წარმოვიდგინე, ეს კომპიუტერთან ჯდომა და ვიდეოების გადაღება, ამას მოყვა იქ ყველაფერი, რომელთანაც ადაპტაცია შემდეგ მომიწია. თორე ეს პოპულარობა არასოდეს მინდოდა. საბოლოო ჯამში ეს პოპულარობა ყველაფერს ცვლის, ანუ მთლიანად აზროვნების სტრუქტურას ცვლის, რადგან ისე რომ ქუჩაში რომ გადიხარ, უამრავი ადამიანი გცნობს, მოდის, ფოტოებს იღებს, ზოგთან შეხვედრა ძალიან ემოციურია. რადგან მის ცხოვრებაში დიდ რაღაცას წარმოადგენს, დიდი დრო გაუტარებია, ცუდ ხასიათზე როცა იყო შენს ვიდეოს გამომხიარულები ან რაღაცა გისწავლია მისთვის ისე შენ არ იცი და ესეთ უცნაურ და განსხვავებულ ემოციებს იღებ. რაც თავის მხრივ უდიდესი პასუხისმგებლობა და სხვანაირად მოქცევა ჭირდება ამ ყველაფერს. ჩემ მხრიდან. რეალურად რამდენად თავდაჯერებული ხარ? თავდაჯერებული ვარ ძალიან. აი როგორ თავდაჯერებული ვარ, იცი? აი სუპერ. ადამიანებს ხო აქვთ პრაიმი. პრაიმი ნიშნავს რომ აი როდის იყო თავის საუკეთესო ვერსია. მე ვარ სულ პრაიმში. ჩემი ყოველი დღე უკეთესია ვიდრე წინა დღე. თავდაჯერებულობის კუთხით, მენტალური სიძლიერის კუთხით, ისედაც სიძლიერის კუთხით, ყველანაირად. ყოველ დღე პრაიმში ვარ. რაც დავიბადე. I was born ready. თავდაჯერებული დავიბადე ეგრევე. და არც ხასიათი შემცვლია მას შემდეგ, არც თავდაჯერებულობა დამორდნია და არაფერი. თინეიჯერობის ასაკში მეგონა რომ ყველა ესე ჩემსავითაა ერთ და იგივე ხასიათზე სულ. ადამიანებთან ურთიერთობა რომ მქონდა და რომ ხედავდი რომ ხან მოწყენილი იყო ზოგი კარგი ხასიათზე და რაღაც და ყველა ეგრე რო იყო, მე მივხვდი რომ მე ვარ სხვანაირი. რაც უფრო წარმოვიზარდე მე თანდათანობით მივხვდი რომ ძალიან უცნაური ვარ. მაგრამ მე ჩვეულებრივ მგონია, რადგან მე ვარ ეს შიგნიდან. ადამიანი, რომელიც სულ ერთ და იგივე ხასიათზეა. თელ ცხოვრება, აი სიგიჟია. რომ იცოდე, სკოლებში დაგროვების ფუნქციონალი კიდევ უფრო ბავშვებზე მორგებული გახდა. დაემატა გოჭი ყულაბა, რომელიც მოსწავლეს მარტივად დაგროვების პრინციპებს ასწავლის. ასე მუშაობს. ბავშვი სკოლაფიდან ხსნის ყულაბას. ირჩევს რამდენი ლარი უნდა რომ ავტომატურად გადაირიცხოს ყოველი გადახდიდან. მაგალითად 25 თეთრიდან 10 ლარამდე შეიძლება დააყენოთ. ეს არჩეული თანხა ყოველი გადახდიდან ავტომატურად დაემატება ყულაბას. თუ ერთიანად უნდა რაღაცა დიდი თანხის გადარიცხვა, ეგეც ნებისმიერ დროს შეიძლება რამდენიც უნდა. საჭიროების შემთხვევაში ყულაბიდან ანგარიშზე თანხის გადმოწანაც ნებისმიერ დროს შეუძლია როგორც უნდა დახარჯავს და როგორც უნდა რომ დახარჯოს. ასევე ყულაბა რატომ შეიქმნა? სასურველი მიზანი შეგიძლიათ დაამატოთ და პროგრესად სულ ხედავ როგორ იზრდება. ყულაბის მიზანი თქვენ შეგიძლიათ მოიფიქროთ ან იქ განსაზღვრული მიზნებიდან აირჩიოთ რომელიმე. ჩემი აზრით ასეთი სტილის გამოცდილება მოზარდ ადამიანში მომავალში უკვე ძალიან პროდუქტიულად წარმოიჩენს თავს.
ქართულ YouTube-ზე მდედრი YouTuber-ები არ არიან თუ უბრალოდ ხალხისთვის არ საინტერესო კონტენტს ქმნიან. ძალიან ცოტა გამომწერები ყავთ ანუ. Gender-ულ დისბალანსს ოდესმე ეშველება. ქართულ YouTube-ზე რომ არ არიან full-time YouTuber-ი გოგოები, ეს არის პრობლემა. არიან ქართული YouTuber-ი გოგოები, მაგრამ ამ ჩოლებრი სამსახური როგორც შეიძლება ჩემთვის ან სხვა ბევრი ბიჭი YouTuber-ისთვის იყოს, ეგრე არ არიან და რაღაცა უნდა ეშველოს, მაგრამ მაგას ისევ გოგოები თუ უშველებთ. უფრო მეტმა გოგომ უნდა წადოს YouTuber-ობა, შემდეგ მოიპოვონ ძელვადიანი სპონსორები და სპონსორებიდან უნდა იყოს მათი შემოსავალი ისე რომ YouTube-ს დაუთმან მთელი თავიანთი სამუშაო დრო და ის დააბალანსებს. ბევრი გოგო უნდა იყოს მონდომებული YouTuber-ობაზე. ბიჭებმა მაგას არ უნდა უშველოთ არ ვიცი. რატო გადაწყვიტე რომ ეგრე ძვირი მიგეცა იმ ლამბო სკამისთვის? რამდენი დაგიჟდა ყველაფერი სკამი და ასე შემდეგ. კიდე მაგ სკამზე კარგად ხარ მორგებული. არა, ეს ცუდად არ მიიღო ვიდეო ნახე და ძვირიან რაღაც. ლამბორგინის სკამის ყიდვა რამ გადაგაწყვეტინა. რა გიყიდია ისეთი რასაც ნანოფ სკამი? ჰიტა ნანოფ ლამბორგინის სკამში ამხელად თანხის გადახდა. სკულის სიღრმეში ხომ არ გონია რომ უკეთესი რამის ყიდვა შეგეძლო ამ თანხით? ჩემი აზრით საკმაოდ სოლიდური სპონსორები უნდა ყავდეს სხვა შემთხვევაში. რატომ გადაწყვიტე ლამბორგინის სკამის ყიდვა? ხო შეგძლო ბიუჯეტიანი სკამით ჩაგენაცვლებინა. 1000-ზე მეტი. $. რაიმე განსხვავება. ეს ჩემი სკამის ვიდეო რო დაიდო, გავარდა TikTok-ზე. ძალიან ბევრი ნახვა ქონდა, მილიონობით, რამდენიმე ამოჭრილ ვიდეოს და ყველა ლაპარაკობს რომ 160 IQ კი არ მაქვს, 16 IQ-ც კი არ მაქვს. 10,000 მივეცი სკამში. მერე იქ ვიღაცა მე ჩემი სკამით დასკრინა და დადო რომ $7 იყიდება. მაგ კომენტარის მიზანი იყო ალბათ რომ მოვიტყვე და მაგდენი არ გადავიხადე სინამდვილეში. მაგრამ სინამდვილეში რომ ვიცოდეთ, უბრალოდ მოხდა ესეთი ამბავი. ნახეთ, Secret Lab არის სკამებში ყველაზე პოპულარული ბრენდი და მსოფლიოში. ყველა ცნობილი YouTuber-ს და streamer-ს აქვს Secret Lab-ის სკამი. ეს ბრენდი საქართველოში საერთოდ არ ყოფილა, არასოდეს არ იყიდებოდა Secret Lab-ის სკამები საქართველოში. 4 წლის წინ მქონდა მე Secret Lab-ის სკამი და ეს YouTube-ზე დიდ ფლექსად ითვლებოდა, თუმცა ის სკამი იყო ნანათხოვარი იმაში. ერთადერთი YouTuber-ი, ვისაც კიდე Secret Lab-ის სკამი ქონია და აქვს ახლაც, არის G2G, რომელმაც $3,000-ზე მეტი გადაიხადა რამდენიმე წლის წინ. მეც მინდოდა რომ ჩემს setup-ს რომ განვაახლებდი, მქონოდა Secret Lab-ის სკამი. და ვიცოდი რომ დაახლოებით $700 ღირდა. და Secret Lab-ის სკამები ბევრნაირია. და შემდეგ კიდევ რომ გადავწყვიტე, ვიცოდი რომ დაახლოებით $700 ვიყიდი, მაგრამ რომ გადავხედე სკამებს, მომეწონა ყველაზე მეტად სხვადასხვა დიზაინებიდან იყო ერთი Lamborghini-თან კოლაბორაციით დამზადებული სკამი. და მოდი ბარემ ამას ვიყიდი თქო. სკამის ყიდვას რო დავწვევი, იქ გიწევს რა ზომა სკამი გინდა. M-ი, L-ი თუ XL-ი თუ რა. გაჩნია ამხელა ხარ ფიზიკურად, რამდენი ხარ სიამაღლეში, რამდენი კილო. მე ტანსაცმელს ვიცვამ XL-ს, სკამის XL-ი მინდოდა. ეს $700-იანი სკამი სინამდვილეში, $799-იანი სკამია, ანუ 800. შემდეგ XL-ზე რომ გადავწევ, მგონი $200 მოემატა. შემდეგ ეს ხელის დასადები, ჩოლებრივი მოყვა და ეს ცოტა ბარხატისა, ეს რომ შემეცვალა. ფეხის დასადები, ეს ბალიში, ეს ხალიჩა კიდე რაც სკამს მოყვება. დაახლოებით გამოვიდა $2,000-მდე. ეს $2,000-მდე რომ გამოვიდა, $300-ზე მეტ რაღაცა ნივთს თუ ვიწერ, ხო, 20% ემატება გამბაჯების. წარმოგიდგენთ $2,000 20% დაემატა. და კიდე ეს 5 თუ 6 ყუთი რომ ჩამოვიდა, 60 კილო იყო. და თუ უცხოეთიდან იწერთ რაღაცებს, გეცოდინებათ 1 კილო რაღაც. ამიტომ $10,000-ზე მეტი გამოვიდა საბოლოო ჯამში. ხო და იმ კომენტარის ავტორმა, რომელმაც $700-იანი სკამი დალინგა, თუ დასკრინა და 10,000 ამბობსო. სინამდვილეში მე $700-იანი სკიდოს ვაპირებდი. თან არსებობს ესეთი რამე, ნახეთ, მე ვარ მარკეტინგში მაგარი. ესე მიმაჩნია ყოველ შემთხვევაში. მაგრამ მარკეტინგში მაგარი რომ ვარ, მარკეტინგიდან თავდაცვაში არ ვარ მაგარი საერთოდ. პირიქით. ანუ ვინმე რამეს ვცდილობს რომ მომყიდოს, რაღაცა თანაგზნობა და სოლიდარობა მიშდება და მინდა რომ გაიმარჯვოს ამ ადამიანმა და ვყიდულობ ხოლმე. და თუ ვინმე რაღაცა ცდილობს რომ მომყიდოს, ძირითადად ახერხებს. აი მაგალითად ახლა ბოლოს ვიყიდე დრონი, რომელიც არ მჭირდებოდა არაფერში. კრეატორის პროექტში მე საჭო კაცი და კაკალმო ვარ ჯიური. ერთ-ერთ გადაღებაზე საჭო კაცმა მომყიდა დრონი. რომელიც არ მჭირდებოდა არაფერში. ხო და ესე იყო ჩემი სკამის ამბავი რომ იცოდეთ. გამარჯობა ხიტა, ისტორია საინტერესო ფაქტებიდან გიყურებ, ჩემი საყვარელი YouTuber-ი ხარ, შეიძლება რომ შენი შემდეგი ვიდეო Kanye West-ის Famous-ით დაასრულო.